მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს აი ესეთი ლამაზი დასტით. ძალიან მიყვარს ეს დასტა სხვათა შორის. ძალიან ლამაზი დასტა, აი ეს. გიჟდები ისე მიყვარს ეს დასტა, იცი სიმართლეს ყვება, აი დეტალურად. აი ესეთი ლამაზი დასტით მინდა განვიხილოთ, ასეთი საჯარო გაშლა დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ხო? ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ საჯარო გაშლა. სახელწოდებით დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აბა ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა. აიფიქრეთ დავიწყოთ უცებ ხო დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დაბრუნდება თუ არა პიროვნება. რაღაცნაირად მინდა რომ მანარათიც გავშალო. მანარას პრინციპში გავშლი არკანებს აღარ გაჩვენებთ, უბრალოდ შემიძლია ესე გავშალო და ავღწერო მანარათი ყველაფერი გიჟდები მანარაზე, აი რა ვიცი, იმდენად მაგარია და იმდენად ფსიქოლოგიურად სიღრმისეული დასტა, რომ არ ვიცი და სავარაუდოდ ჩავწერ გაშლას მანარათიც კი. მოდი ვნახოთ. დაბრუნდება თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დავიწყეთ გაშლა. ვნახოთ შედეგი. აჰა. მოცემული გაშლიდან გამომდინარე, მოკლედ სადაც ფონად ცხრენთასები მაქვს. პირველი ხაზის წყობა არის იმპერატორი, ხმლების მეფე, 6-იანი პენტაკლები, მეორე ხაზის წყობა არის პენტაკლების დედოფალი, 10-იანი კვერთხები და ხმლების პაჟი და მესამე ჩემთვის, ნუ აი ესე დავალაგებ. მესამე ზოგადად, რასაც მაინც სიღრმისეულად მინდოდა რომ გამეგო, იმიტომ დავალაგე ეს არკანები რასთან მქონდა საქმე, ხო? წყობა გვაქვს 4 არკანიდან შემდგარი, ასე ვთქვათ, მეოთხე ხაზი, შეყვარებულები, სამიანთასები, ეშმაკი და პენტაკლების მეფე. ჩვეულებრივად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გაშლა ეხება ისეთ ურთიერთობას, რომლის განვითარებაც ხდება, ასე ვთქვათ, სამსახურში, სამსახურეობრივად, ასე ვთქვათ, სამსახურში მიმდინარე მოვლენებზე მაქვს საუბარი, აი ნათლად ჩანს ეს ყველაფერი აქ, თუმცა რა ვიცი, მოისმინეთ, შესაძლებელია არ იყოს სამსახურში, შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენი სიტუაციას, ან ნახეთ, თავიდან ბოლომდე თქვენი სიტუაცია ვერ იქნება ვერაფრით ყველაფერი ხდებით, ანუ რაც თქვენია, მხოლოდ ის მოირგეთ, ხდებით, ანუ რას ვიძახი, მაგრამ აქედან მკაფიოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ურთიერთობა, ასე ვთქვათ, განვითარება ამ ურთიერთობის და რა კითხვაც მე მაინტერესებს, ხო, დაბრუნდება თუ არა პიროვნება და რა გარემო ფაქტორებიდან მოხდა, ვთქვათ, მისი წასვლა თქვენიდან, ხო? ჩანს, რომ თითქოს განვითარდა ურთიერთობა სამსახურეობრივი თემიდან გამომდინარე, პლუს სადაც პიროვნება შეიძლება იყოს დაოჯახებული, ან თქვენს მიერ ჩაფიქრებული მამაკაცი, ხო? მოდი ესე გეტყვით. ცხრიანი თასები ფონად რაც მაქვს რეალურად, ხო? რას მივიცემს, რომ ეს ადამიანი კმაყოფილია თავისი არსებული მდგომარეობით, დღესდღეობით, რაც აქვს, ანუ პირდაპირ ვთქვათ, თავს კომფორტულად გრძნობს იქ, სადაც არის, ანუ კავშირის სურვილი კი აქვს, ანუ ხდებით, ანუ წარსულის იდეალურ მოგონებად რჩება ის თქვენთან ურთიერთობა, ანუ გრძნობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ როგორ ვთქვათ, აი ინერტულია ეს ყველაფერი, ანუ ჩვეულებრივად, ხო, დღესდღეობით სადაც იმყოფება, ის ადამიანი კარგად გრძნობს იქ თავს, ხდებით, თავის სტაბილურობაში, რაც არ უნდა იყოს და როგორი, ასე ვთქვათ, თქვენთვის გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხო? დაბრუნება შესაძლებელია ამ არკანის მიხედვით, მაგრამ არა გულწრფელი სიყვარულით პირდაპირ რომ გითხრათ, ხდებით, არამედ რაღაცა ეგოისტური ფარული და როგორ ვთქვა, ფიზიკური მიზიდულობის ხარჯზე შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი, ხდებით, ან სრული პასუხისგებლობის, ასე ვთქვათ, გარეშე ხდები დაბრუნება, ანუ ჩვეულებრივად მოდი ახლა სიღრმისეულად განვიხილოთ, ხო? ეს ფონიდან გამომდინარე, რაც მომივიდა ვიბრაციებში, ის მოგიყევით. მოდი ახლა დავიწყოთ, ხო, ფონიდან გამომდინარე, სადაც იმპერატორი, ხმლების მეფე და 6-იანი პენტაკლები მაქვს. აი ამ არკანებიდან გამომდინარე, მოდი დავიწყოთ ამ სიტუაციის ახსნა, ხო?
რატომ ვიძახი რომ არ სამსახურეობრივი თემი და გამომდინარე მომდის გაშლა მეთქი ეგრევე წამოვიდა იმპერატორი ხმლების მეფე ექვსიანი პენტაკლები ხო თანამშრომლობა სტატუსი თანამდებობა ხმლების მეფიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ თითქოს ძალოვან სტრუქტურებში შეიძლება პიროვნება ასე ვთქვათ მსახურობდეს აი რომელიც სტრუქტურა სადაც შეიძლება კანონს ემსახურებოდეთ ხო ხდებით რა ვიცი პოლიცია პროკურატურა სასამართლო ადვოკატურა საგამოძიებო აი ეს სტრუქტურებთან თითქოს მოდის ძალიან ვიბრაციებში თუ არ არის ეს რაც მე ჩამოვთვალე მაშინ უბრალოდ სამსახურეობრივად განვითარებული ურთიერთობა აქ სხვათა შორის შემიძლია სტამბაც ვიგულისხმოთ შეგვიძლია ვიგულისხმოთ თითქოს რამე საწყობი და ასე შემდეგ მოკლედ აი ესეთი სამსახურეობრივი მდგომა ასე ბანკი ავიღოთ ხო მოკლედ სამსახურეობრივად განვითარებულ ურთიერთობას ძალიან ასე ვთქვათ გრძნობ აქ ხო იმპერატორი ანუ რეალურად რა არის ხო ამ ადამიანს აქვს მაღალი თვითკონტროლის და ძალაუფლების ან თანმიმდევრული დომინაციის ანუ ვიბრაციები ხვდებით მისთვის იმიჯი და სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა იმპერატორია და აბა სხვანაირად არ შეიძლება ხო ხმლების მეფე რას ნიშნავს ხო ეს პიროვნება ვისაც თქვენ ახლა უყურებთ ხო ეს ჩორვე სიგნიფიკატორია ამ პიროვნების ეს რეალურად აი ეს ორი არკანი ხო ანუ ცივია ანუ გონებით სტრატეგია ხვდებით ან ჩვეულებრივად ხო ცდილობს ემოციური კავშირი არ ჩაანაცვლოს ხვდები ემოციური კავშირი პირიქით ცდილობს ჩაანაცვლოს ლოგიკით და რაღაცნაირად ემოციებს არ აყვეს არასოდეს ხვდებით უბრალოდ აი ეს რაღაცას ვიტყოდი აქ უფრო რა და ანუ შეხედეთ რა არის დისტანციას იკავებს სხვათა შორის ყველასთან დისტანცირებული არა მარტო თქვენთან ნახეთ ყველასთან მიმართებაში არის დისტანცირებული არა იმიტომ რომ არაფერს გზნობს თუნდაც თქვენთან მიმართებაშიც რო ავიღოთ ხო არამედ იმიტომ რომ გრძნობებს ეს პიროვნება როგორც ასეთი არენდობა. აი როგორც პიროვნება რო ესე თქვა გრძნობებს მიენდოს არენდობა, გრძნობებს თითქოს შეიძლება არ შეროდეს კიდევაც. ხვდები და აი ვერ იჯერებს რომ გრძნობა აქვს რა. აი ესეთი ადამიანია. ექვსიანი პენტაკლებიდან გამომდინარე, ექვსიანი პენტაკლებია, რას ვიტყოდი ხო? ურთიერთობა თქვენ შორის არის არათანაბარი, პლუს ამას რას გეტყოდით, ეს შესაძლებელია არათანაბარი, რატო სტატუსიდან გამომდინარე, თქვენ იყოთ მასთან მომუშავე პირის, იყოს თქვენი უფროსი, თუნდაც ხო თქვენ მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდეთ. ან თუნდაც სხვანაირად რო ავიღოთ, ხო? ის იყოს ასე ვთქვათ მიმცემ, ანუ ის ასე ვთქვათ გასცემდეს, თქვენ იღებდეთ და ასე შემდეგ. ხვდებით, ანუ სამსახურის ჭრილში რეალურად ხო ეს პიროვნება გაძლევდა ყურადღებას, განიჭებდა დიდ მნიშვნელობას, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა ამ დისტანციას თქვენთან და თითქოს თავის ძალაუფლებას, რასაც თქვენთან და სხვების წინაშე ავლენდა მათზეც და თქვენზეც. ხვდებით, ანუ როგორც უფროსი თუნდაც რო ვთქვათ, ხო? ასეთი სიტუაცია იქნება აი ამ სამი არკანიდან, ხო? ანუ რეალურად პიროვნება ნაკლებად მოქმედებს ემოციით, პირდაპირ ვთქვათ, მოქმედებს პოზიციებით უფრო ვიდრე ემოციებით. ხვდებით, თუ დაბრუნდება აი ამ არკანების მიხედვით, ეს იქნება თავისი, ასე ვთქვათ, რიტმით პირდაპირ ვთქვათ, კონტროლით და მინიმალური გამჟღავნებით თავისი გზნობების თუნდაც. ხო ხვდებით, მასში არის ცივი გონივრული ბარიერი, რომელიც არ იშლება ასე მარტივად და ვერც ვერამე ვერ დაშლის ამ ბარიერს, ასე ვთქვათ, მარტივად, იმიტომ რომ პიროვნება საკამაოდ ძლიერია, როგორც შინაგანად, ასე სხვათა შორის მინდა გითხრათ ვიზუალურადაც არ უნდა იყოს ნაკლები, ანუ ხო ხვდებით, აი ესეთი რაღაც ისეთი ადამიანი მომდის რა არც აი საშუალო სიმაღლის რო იყოს ან მაღალი, ცოტა ღიბიანი შეიძლება იყოს. ძლიერი აღნაგობის პიროვნებაზე მაქვს საუბარი რა, ხო? ეს არის პირველი ხაზი. მეორე ხაზი პენტაკლების დედოფალი, 10-იანი კვერთხები და ხმლების პაჟი, ხო? ეხლა შეხედეთ პენტაკლების დედოფალი რეალურად, ხო? მეორე, ასე ვთქვათ, რას ვიტყოდი? მე ვფიქრობ, რომ პენტაკლების დედოფალში აქ თქვენ არ ამოდიხართ. ნახეთ, ეს არის
რაღაცნაირად წნეხის ენერგია რა ამ ურთიერთობაში. ვფიქრობ პენტაკლებში უფრო ამოდის ისეთი პიროვნება, თუმცა არ თქვენ ახლა გამორიცხული ამ თემიდან, მაგრამ რატომღაც მომდის, მე როგორც გძნობ ისე ვყვები ხალხნო და ამაში ვერ შემედავება, ვერ მომედავება და ჩემი გაშლაა და მე როგორც გძნობ ისე ვიტყვი, კარგით? რეალურად პენტაკლების დედოფალი შესაძლებელია იყოს მისი ძირითადი პარტნიორი, ანუ მეუღლე, ან ის ქალი ოფიციალურად ვისთანაც იმყოფება, ხო? მისი გავლენა ამ პიროვნებაზე სხვათა შორის აი ამ ადამიანზე ძალიან ძლიერია და განიხილება როგორც სტატუსური, ანუ აი პრაქტიკული პარტნიორის თვალთახედვით, ხვდებით? 10-იანი კვერთხიდან გამომდინარე მათ ურთიერთობაში, ხო, ურთიერთობის გამო თქვენი კავშირი უკვე, აი ამათი ურთიერთობის გამო თქვენი კავშირით ამ პიროვნებამ მამაკაცმა იგრძო ძალიან დიდი წნეხი, ხვდებით? ყველაფერი დამძიმდა მასთან და შინაგანად გატყდა და პასუხისგებლობები აწვება, პლუს ამას დანაშაულის შეგრძნებაც აწვება, თითქოს აი არ არის სამართლიანად აქ ყველაფერი, ხვდებით? ანუ ხვლების პაჟი თქვენთან მიმართებით ის კვლავ, ანუ როგორ იქცევა, იცით, თვალყურს გადევნებთ. ინტერესით და ასე ვთქვათ, შფოთვითაც გაკვირდებათ. აი როგორ არის, აი წარმოიდგინეთ ახლა აი თვალწინ მაქვს სცენა, როგორ შემოექცევდეს ეს პიროვნება, ხო? აი დისტანციას იკავებს თქვენთან, ვერ გიახლოვდებათ, გაჩვენებთ თითქოს არაფერია, გულსაც გტკენთ ხოლმე თავისი საუბრებით, მაგრამ რეალურად როგორც კი იგრძნობს საფრთხესო შეიძლება დაკარგოთ, აი ესე რაღაცნაირად სიბრუტივით მე ადგილზე ტრიალებთ, გიჟივით დადის წინ და უკან გაკვირდებათ, რა ვიცი, შაკლოდ მის გამოხედვით იყურება, ხო ხვდებით რაღაც ესეთი ვიბრაციები მოდის ღმერთო. ხუმრობით არ ვიძახი ამას მართლა გზობ ასეთი სიტუაცია თქოს იყოს ხვდებით, მაგრამ ვერ ბედავს ამის გამოხატვას და იმის თქმას, თქვენ იმისთვის ძალიან ძვირფასი მნიშვნელოვანი ხართ და აი იმის გარდა რომ დაგაკვირდეთ და დადუმდეს სხვა არაფერი დარჩენია რა. თითქოს ხო ძლიერია რომ აი მაგარი ტიპია და ძლიერია და ასეთი ვარ და მე ვარ და ჩემი ნაბა და ამ დროს სუსტი უსუსტ ესე პიროვნება ჩემ თვალში ესეთი ხალხი ჩემთვის ძალიან სუსტი ხალხია. ანუ პარტნიორის გავლენა მისი, ანუ სტაბილური პარტნიორის გავლენა მის ენერგიაზე ასე ვთქვათ ძალიან დომინირებს, იმიტომ რომ ვალდებულებები აქ ძალიან იჩენს თავს, არ აქვს მნიშვნელობა ცოლია თუ არაოფიციალურად, მაგრამ ასე ვთქვათ იმყოფებიან ერთად სისტემატურად, ხო? ძალიან ასე ვთქვათ მისი ამ ქალის ენერგია ამ კაცზე დომინირებს, ხვდებით? თქვენი კავშირი ამ კაცისთვის იყო ემოციური, ასე ვთქვათ, ხო, აწონვადი, თუმცა ახლა რეალურად რაც დარჩა ჩუმა დაკვირვებაა და ის რომ ვერ ბედავს თქვენთან მოქმედებას და ნაბიჯების გადმოდგმას. ეს ცალსახად კაფიო ჩანს აი ამ გაშლაში, ხო? ის პიროვნება თქვენთან თავის გზნობებს აკონტროლებს მაქსიმალურად, ხო? აი მესამე ხაზი შეყვარებულები, სამიანი თასები, ეშმაკი და პენტაკლების მეფე, ხო? აი ეს ხაზი, ნუ პენტაკლების მეფე აქ ესე დავიჭიროთ არკანები ზოგადად, ხო? ანუ აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი, ხო? როგორ გეტყოდით ამას, ხო? აქ არის გზნობების ჩახლართვავნება, ნუ სამკუთხედი გინდათ, არ გინდათ, ესეა, ხვდებით? რეალურად თავიდანვე აღვნიშნე როგორი სასიყვარულო ურთიერთობის ვიბრაციები მომდიოდა, იმიტომაც იყო რომ აი ეს რო გავშალე, არ მეყო და ამიტომ დავამატე მესამე ხაზი, რომელსაც რატომაც მეოთხე არკანის მივამატე და ნათელი სურათი მივიღე, ხვდებით? შეყვარებულების არკანიდან გამომდინარე გეტყვით იმას, რომ ანუ ის იძულებული იყო არჩევანი გაეკეთებინა თქვენ შორის ნამდვილად იყო გრძნობა, მაგრამ რაღაც მომენტში გადაწყვიტა დარჩენილიყო პიროვნება თავის სტაბილურობაში, ხვდებით, რას ვიძახი? სამიანი თასები მიგვითითებს რაღაცა სატრაფიალო კავშირზე სამუშაო გარემოში, რომელიც იყო მხიარული, მაცდუნებელი და ასე ვთქვათ, გასართობი, მაგრამ არ იყო სრულფასოვანი სიყვარული, ხვდებით? სიყვარული არ იყო სრულფასოვანი და ეშმაკი რეალურად თქვენთან მიმართებით, ხო? შენარჩუნებული ამ პიროვნებას დღესაც აქვს ეს ძლიერი ვნება, მიჯაჭვულობა, ფარული სურვილები, ეჭვიანობა, თქვენს ასე ვთქვათ ენერგობალანსიდან ანუ თქვენი ენერგეტიკიდან ვერ გადის, თქვენს ენერგიებში იმყოფება ეს პიროვნება, ხვდებით რეალურად რა და ეს ენერგია ჩემი აღქმით ძალიან ტოქსიკურია, მე თუ მკითხავთ, ძალიან ტოქსიკური ენერგიებია და უკონტროლო ტოლვის ფორმას იღებს, ხვდებით, ანუ აი ეს ძალიან ცუდია. პენტაკლების მეფე საბოლოოდ როგორ არის, იცით, რჩება ოფიციალურ სტაბილურ პოზიციაში და საკუთარ ოჯახში, რავი, სამსახურებრივი სტატუსის დაცვის ფონზე. აი ესეთი
აი ესეთი მდგომარეობა აქვს დღეს თქვენს პიროვნებას რა და დაბრუნდება თუ არა ასე ვთქვათ ხო მოდი ესე ვიტყვი პიროვნება მოდი ემოციურად გათავისუფლებული თქვენგან არ არის ისე არის თქვენს ემოცი ან ვიჭერთ ემოციებით ნება აქვს თქვენთან ძაფრივნება ხო თუმცა არჩევანი უკვე გააკეთა და დაბრუნების ალბათობა რეალურია მაგრამ ის ემყარება რას იცით აი ფარულ მოტივ ან ფარულად ისევ რომ აი სერიოზული ნაბიჯებით როგორც ასეთი რომ არჩევანი გააკეთოს დატოვოს თავისი ოჯახი და თქვენთან წამოვიდეს ესე არა დაბრუნდება ისევ იგივე რაკურსით ხო ფარული რო იყოს ურთიერთობა სადაც ნება იქნება სადაც ასე ვთქვათ იქნება ურთიერთობა ასე ვთქვათ ფარული ურთიერთობა იქნება და არ იქნება ეს ურთიერთობა სულიერ დონეზე განვითარებული შემოკარგება ხო ანუ დაბრუნება შესაძლებელია მაგრამ შემდეგი გზებით ხო ფარულად შემოვლითი გზებით შესაძლებელია პირველ ეტაპზე მხოლოდ კომუნიკაციის დონით დაბრუნდეს ეს ურთიერთობა თქვენთან და შეტყობინებები რა ვიცი ხა მაინც და მაინც სამსახურებრივად კომუნიკაცია გაქვთ ერთმანეთთან შესაძლებელია ეს პიროვნება იყენებდეს კიდევაც რაღაცნაირად სამსახურებრივ საკითხებზე დაგიკავშირდეთ რაღაცნაირად მოგიკითხოთ გაიგოთ როგორ ხართ სად ხართ ნუ ინტერესის დონიდან გამომდინარე ხვდებით ეს სხვათა შორის სწრაფად არ მოხდება არც ემოციური გულწრფელობით არ მოხდება ეს დაბრუნება ხვდებით დაბრუნება დაეფუძნება ვნებას, ანუ რეალურად შენდამი ასე ვთქვათ, მიჯაჭვულობას და წარსულის გაუაზრებელ ტოლვას ერთმანეთთან მიმართებაში, ხო? თუმცა ასე ვთქვათ, სრული დაბრუნება პარტნიორობის დონეზე ძიმე სურათს მაძლევს ხვდებით, რადგან მას არ აქვს გამბედაობა პოზიციიდან გამოსავლისთვის ხვდები, ანუ რეალურად ვერ გამოდის, ვერ ემორჩილება თავის გონებას, ანუ და გულს პრინციპში რა არის იცით, გონება და გული მასთან ძალიან ესე შეჯახებაში არიან ზოგჯერ აი გონება ცდილობს რომ გადაუფაროს გული ხვდებით, ან ისე გონებრივათაც და გულითაც კარგად ხვდება, რომ ამ ურთიერთობას ასე ვთქვათ, დიდად შანსები არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ფარული ფორმატი, მხოლოდ და მხოლოდ ფარული შეხვედრები, არავით არის ოფიციალური მხარე და არ ვიცი, ახლა დღესდღეობით რაც არის ესეთი მდგომარეობა და თუ თქვენ ელოდებით, რომ პიროვნება დაბრუნდება და ის ვთქვათ, სერიოზულ დონეზე განვითარდება თქვენი ურთიერთობა, ნუ ველოდებით ამას დღესდღეობით ესეა. თუ ეს პიროვნება გამბედაობას მოიკრებს, რომ გამოვიდეს აი ამ ბარიერებიდან, რასაც ქვია თავისი ოჯახობრივი სტატუსი, ნუ ნაკლებად მგონია, იმიტომ რომ სტაბილურობაში ცუდად არსებობს ეს პიროვნება თავს ახლა რატო ვთქვა არასწორი, ხო? და თავის სტაბილურობით ასე თუ ისე კმაყოფილია, სადაც არის იქაც ივსება, შეჩვეულია იქ ყოფნას და ვიცი რომ ძიმია ხა თქვენთვის ამის მოსმენა, რომ აი თქვათ ესე და ესე მაშინ რატომ მოქმედებ და მაშინ რა უნდა და ნუ რა ვიცი ახლა, უნდა და კაცია რა და იმიტომაც რა ვიცი ახლა, მაგრამ თავის სტაბილურობის დატოვებას ეს პიროვნება არ აპირებს, არც კი ფიქრობს, იმიტომ რომ კარგად გზობს იქ თავს. ჯერ ეს ერთი რომ დიდი ხნის ურთიერთობასაც დაგროვილია ძალიან ბევრი ესე თქვათ ცხოვრებისეული ასპექტები ხო ურთიერთობაში მასა და იმ ქალშერის და სტაბილურია მისთვის თითქოს ის იმდენად ესტავი კომფორტულია ის ქალი მისთვის ხვდებით თავისი მეუღლე ძალიან კომფორტულია და არ მგონია რომ დიდად ეს პიროვნება დღესდღეობით ხო საერთოდ და მერეც აი პერსპექტივოთ ხედავ ну ერთმა ღმერთმა იცის რა მოხდება, მაგრამ დღევანდელი გაშნიდან გამომდინარე, მხოლოდ აი ამ ფორმატში ნახეთ, შეყვარებულები, სამიანი თასები, ეშმაკის არკანი, პენტაკლების მეფე ინარჩუნებს თავის სტაბილურობას, რჩება იმ სტაბილურობაში, მაგრამ თქვენთან აი ამ ურთიერთობაში ფარულში შემოვა. ხვდები, დაბრუნებაც ესეთი იქნება. მაგრამ შენარჩუნებული თავისი ოფიციალური სტატუსით, მოდი ასე გეტყვით, და აი არ ვიცი სხვანაირად როგორ აგიხსნათ ესეთი მდგომარეობა დღეს ხვალდაზე რა იქნება ერთმა უფალმა იცის ყველაფერი ღმერთის ხელშია მას აქვს ყველა ჩვენთაგანისთვის დაწერილი თავი ჩვენთვის ასე ვთქვათ ცხოვრებისთვის სცენარი ხო დღესდღეობით რაც არის ეს არის ხვალდაზე რა იქნება ამაზე არ გამიშლია რომს გამეშალა პირდაპირ გეტყოდი და ხვალდაზეგაც მე ვერ ხედავ ამ ადამიანს წამოსულს ოჯახიდან და ისევ და ისევ გეტყოდი და ხვალდაზეგაც მე თქვენ ხედავთ აი ამ ფარულ ურთიერთობაში. სულ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა თქვენთან მიმართებაში თუ რას ფიქრობს რომ დაბრუნდება და როგორ დაბრუნდება და დაბრუნდება თუ არა საერთოდ და თუ დაბრუნდება როგორ დაბრუნდება ხო? აი ესეთი სცენარი გათამაშდა აქ. ვიცი რომ არ გაგიხარდებათ ამის მსმენა, მაგრამ ძალიან მინდა ხოლმე რომ ყველა მეც თქვენს და ყველამაც შევხედოთ სიმართლის თვალებში და ეს ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ და ილუზიები ცხოვრებას მოვეშვათ. რაც არის ეს არის და
რეალურად რაც არის, იმას უნდა მიაქცოთ ყურადღება და არა ის თუ რა იქნება. არა ვართ ახლა ჩვენ პატარა ბავშვები, რომ ვერ მივხვდეთ დღეიდან გამომდინარე რა მოხდება ხვალ, ხო და ცხოვრების როლებსაც ჩვენი ცხოვრების როლებს საკუთარი თავისთვის ჩვენ თვითონ ვირჩევთ რეალურად, ხო? და დავაბრალოთ ვერე ნურს ამ კაც ნურაფერს, ნურს ამის ცოლს ნურაფერს, იმიტომ რომ აქ საერთო ჯამში კითხვა სხვა იყო და ეშმაკი და ასე ვთქვათ შეყვარებულები არ ნიშნავს იმას, რომ ამას აკეთებს ვინმე აქ, ისმეს ნიშნავს უბრალოდ ფორმატ იქნება ურთიერთობის დაფარული და მესამე ადამიანი იქნებით ამ სტაბილური წყვილის ურთიერთობაში, მხოლოდ ამას აღნიშნავს. მე აქ დიდად ვერც შარევებს ვხედავ მაგიურად, ვერც ვერაფერს. უფრო მაგარ რამეს გეტყვით, შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მისი სტაბილური პარტნიორი აზრზეც არ იყოს არაფრის. იმიტომ რომ თვითონ ეს პიროვნება გადის ამ შინაგან ომებს და წვეს დარჩეს, წავიდეს და აი ესეთ მდგომარეობაშია, სტაბილურობიდან ვერ გამოდის და ის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს, რომ თქვენთან თუ ესე ვთქვათ, მყარად გააგრძელებს ურთიერთობას, მე შესაძლებელია, აი მე უკვე შესაძლებელია კიდე რაღაცა ასე ვთქვათ იყოს შანსი, ხვდებით, მაგრამ ეს ერთმა ღმერთმა იცის მოხდება თუ არა, ხვდებით, ანუ თვითონ პიროვნება როგორც ასეთი საკუთარ თავს კარგად აკონტროლებს, საკუთარ გზნობებს, ემოციებს აკონტროლებს და იმ სტაბილურობაში, სადაც არის, იქაც კარგად გზნობს თავს. აი, რო არ გზნობდეს იქ კარგად თავს, ეს კიდე ცალსახად სხვა საკითხი შესაძლებელია კიდე სხვანაირად წასულიყო გაშლა, მაგრამ კარგად არის იქ სადაც არის სტაბილურობაში და ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი გაშლის შემდეგ რომ ეს პიროვნება ადგება და წამოვა მომავალში, მე ვერ ხედავ ამას. სულ ეს იყო, რაც მე მინდოდა მე თქვა თქვენთვის. აი ასეთ გაშლაზე დაბრუნდება თუ არა და თუ დაბრუნდება, როგორ დაბრუნდება. ესეც თქვი სხვათა შორის, ხო? დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ლაღად ყოფნას გისურვებთ, საუკეთესოს გისურვებთ, მე გისურვებთ, რომ იყოთ პრიორიტეტი და არა არჩევანი. ყველა თქვენთაგანი პარტნიორის ცხოვრებაში, ამიტომ რომ ძალიან რთულია. მე აი ამ სიტყვას გეტყვით, ხო? რა როლსაც დათანხმდებით, ზუსტად ის იქნება თქვენი ფასი. ეს არის 100%-იანი. რა როლსაც თანხმდებით, ზუსტად ის არის თქვენი ფასი და არამც თუ აქ უკვე მეორე ხარისხოვანია, ის თუ აი ვინმეს რამეს დაუნგრევთ, სტაბილურობაში შეიწვევით და ეს და ამიტომ, არა, უბრალოდ საკუთარ თავთან მიმართებაში. რა როლსაც დათანხმდებით, ჩემო ძვირფასებო, ზუსტად ისეთი ფასი გექნებათ თქვენს საკუთარ თავთან მიმართებაშიც კი. აი ეს არის ზუსტად შემოკარგებო ის ყველაფერი, რაც მინდოდა მე თქვა თქვენთვის. კარგად იყავით.